დოკუმენტზე და ჩვენ ყველა თითოეული ჩვენი წევრი ძალიან ვამაყობთ ამ დოკუმენტით და ძალიან გვიხარია რომ დღეს მიმდინარეობს გარკვეული ის ცვლილებები შრომის კოდექსში რომლის ცვლილებების შესახებაც რეკომენდაციები ჩვენ ამ დოკუმენტში გვეწერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ახალგაზრდა სოციალისტების ბანაკის ჩატარება უკვე მეორედ ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეტარებინა დაახლოებით 200 კაციანი ბანაკი კეჩხობში აღსანიშნავია რომ ჩვენთვის ბანაკი არის არ ყოფილა მხოლოდ გართობის ადგილი ეს იყო სემინარების დისკუსიების კონფერენციების 5 დღე სადაც ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთში გაცნობოდნენ სხვადასხვა იდეოლოგიურ მიმდინარეობებს, დასწრებოდნენ ვორქშოპებს, სემინარებს ისეთ თემებზე, როგორც არის კონფლიქტები, გენდერული თანასწორობა და ასე შემდეგ. ან ეს ბანაკი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ბანაკით ჩვენ ასევე ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი და ყოველ 2 წელიწადში ასევე მოვახერხებთ ბანაკის ჩატარებას. რაც შეეხება ახალგაზრდულ პოლიტიკას, ახალგაზრდა სოციალისტებმა ასევე დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალგაზრდულ უმუშევრობაზე და კერძოდ იმაზე თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლის გაცნობის შესაძლებლობას თქვენ დღეს გაქვთ. დღეს არის ამ პროექტის დაგმეთი ეტაპი და სწორედ დღეს დავამტკიცებთ ამ დოკუმენტს. გარდა ადგილობრივი ღონისძიებისა, რომელიც საკმაოდ ბევრი იყო და რომლის ჩამოთვლასაც ეხლა აგვაპირებთ, ძალიან ასევე მინდა აღნიშნო ახალგაზრდა სოციალისტების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ ახალგაზრდა სოციალისტები აქტიურად მოღვაწეობთ როგორც ევროპის სოციალისტთა კავშირის კავშირში, ასევე მსოფლიოს საერთაშორისო კავშირში, ორგანიზაციაში, რომელსაც ახლა თქვი იუსი. ჩვენ უკვე ტრადიციად გავხადეთ, რომ ჩვენ ამ ორგანიზაციის პრეზიდიუმის წევრები ვართ. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ წიგ საქმიანობას. და ბოლოს ძალიან მოკლედ შევეცადე გადმომეცა ის იმ პროექტების ანალიზი თუ რა ჩავატარეთ ამ წელს განმავლობაში, მაგრამ არ შემიძლია ასევე დიდი მადლობა გადავუხადო ახალგაზრდა სოციალისტების თითოეულ წევრს. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდა სოციალისტების გამგეობას, აღმასრულებელ მდივან თამარ შავლიაშვილს, საკუთრივ რეკომენდაციის მდივან ეს არიან ჩემი თანამებრძოლები და შემიძლია თამამად თქვა, რომ ამ ადამიანების გარეშე ახალგაზრდა სოციალისტები არ იქნებოდა ისეთი წარმატებული, როგორც ჩვენ დღეს ვართ. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო თანამებრძოლებო იმისთვის, რომ ერთად ჩვენ ამდენი მოვახერხეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს დამტკიცებული ახალი გამგეობა, რომლის შემადგენლობაშიც იმედია მეც ვიქნები, ასეთივე წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი გამგეობა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. მადლობა. თოდუას მინდა უხმოთ ტრიბუნასთან. კავშირის არსებობა დამოუკიდებელია მაშინ წევრთა რაოდენობის ცვლილებისაგან. კავშირის საქმიანობა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და მოცემული წესდების შესაბამისად. კავშირის იურიდიული მისამართია საქართველოს ქალაქ თბილისის დაბაწყნეთი გურამიშვილის ქუჩა ნომერი 32. კავშირის სახელწოდება ახალგაზრდა სოციალისტები. კავშირის მიზნები და ამოცანები ეფუძნება ორგანიზაციის დეკლარირებულ ძირითად პრინციპებს: თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია, თანასწორობა და სოლიდარობა. კავშირის მიზნებია საქართველოს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და განვითარება.
მოქმედებისათვის ახალგაზრდობის პოლიტიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო დასაქმებსა და სხვა პროგრამებზე სრულდება. საქართველოს ახალგაზრდა თავის კონსოლიდაცია, თანამედროვე ახალგაზრდული მემარცხენე დემოკრატიული მოძრაობის ჩამოყალიბება, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში მონაწილეობის მიღება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგი ყველა დონეზე, კავშირის წევრობა, კავშირის წევრებად მიღებისა და წევრების შეწყვეტის წესი. კავშირის წევრები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც აღიარებს წესდებას და იზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს. კავშირის სრულუფლებიანი წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც აღიარებს წესდებას, იზიარებს მის პოლიტიკურ შეხედულებებს და გადაიხდის საწევრო გადასახადს. კავშირის წევრი შეიძლება იყოს 30 წლამდე ასაკის პირი, განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა. დაუშვებელებით. ბოდის კრიტიკეო წესდებასთან დაკავშირებით მინდა შეგახსენოთ, რომ შეგიძლიათ თუ რამე შენიშვნები გაქვთ ვინმეს, შეგიძლიათ ჩაინიშნოთ და თითოეული თავის დასრულების შემდეგ განვიხილოთ ეს შენიშვნები. კავშირის ასოცირებული წევრი შეიძლება ასევე იყოს არასამოწარმოო იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს და მხარს უჭერს კავშირის მიზნებსა და პოლიტიკურ შეხედულებებს. მისი წევრობა გრძელდება შესაბამისი მემორანდუმით, რომელსაც შემდგომში ამტკიცებს გამგეობა. ასოცირებულ წევრს უფლება აქვს წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა კავშირის საქმიანობაში, გამგეობისა და ფიგურის სხდომებზე, სათათბირო ხმის უფლების გარეშე. კავშირის წევრად მიღება წარმოებს კავშირის სტრუქტურულ ერთეულებში, მოქალაქის პირადი განცხადებისა და კავშირის ორი წევრის რეკომენდაციის საფუძველზე. კავშირის სრულუფლებიან წევრობას ადასტურებს დადგენილი წესით გაფორმებული და გადაცემული მანდატი. კავშირის წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება წევრთა ხელახალი რეგისტრაცია. კავშირიდან გასვლა თავისუფალია, გასვლა ხდება პირადი განცხადებისა და ხელახალი რეგისტრაციის არ გავლის შემთხვევაში. წესდების სისტემატური ან უხეში დარღვევისათვის კავშირის სტრუქტურულ ერთეულებს შეუძლიათ მოითხოვონ კავშირის წევრის გარიცხვა. კავშირის სტრუქტურულმა ერთეულებმა მოთხოვნა კავშირის წევრების უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე უნდა დაასახელონ წერილობით და წარუდგინონ ბიუროს. კავშირის წევრის კავშირიდან გარიცხვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კონგრესი. წევრის კავშირიდან გარიცხვა ხდება კონგრესის დამწყე დელეგატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. კავშირიდან გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. კავშირი პასუხს არ აგებს წევრთა ვალდებულებებზე. რაც შეეხება კავშირის წევრთა უფლებამომარაგებებს, კავშირის წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კავშირის შექმნასა და საქმიანობაში, მიიღოს ინფორმაცია კავშირისა და მისი ორგანოების საქმიანობის შესახებ, აერჩევს და არჩეულ იქნეს კავშირის ნებისმიერ ორგანოში, თავისუფლად გავიდეს კავშირიდან. გარიცხვის შემთხვევაში გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. კავშირის წევრი ვალდებულია აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, სრულუფლებიანმა წევრმა გადაიხადოს საწევრო გადასახადი, შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების დავალებები, წევრს არ აქვს უფლება იმოქმედოს კავშირის სახელით ხელმძღვანელი ორგანოების თანხმობის გარეშე. კავშირის ძირითადი ორგანოები და ხელმძღვანელობა არის შემდეგი. კავშირის ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კონგრესი, მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია, უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, სათათბირო ორგანოა ბიურო. კავშირის ძირითადი სტრუქტურა შედგება გენერალური, სამდინარო და მასში შემავალი კომიტეტებისაგან. კერძოდ პოლიტიკური აღმასრულებელი საერთაშორისო საკოორდინაციო სტუდენტურ საქმეთა, საზოგადოებასთან ურთიერთობათა კომიტეტი. კავშირის საქმიანობას ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი. გენერალური მდივნის არყოფნის შემთხვევაში კავშირის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი. კავშირის ძირითადი სტრუქტურას ამტკიცებს კონგრესი, დამწყე დელეგატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით. რაც შეეხება კონგრესს, კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კონგრესი. იგი მოიწვება გამგეობის მიერ 2 წელიწადში ერთხელ მაინც. რიგ გარეშე კონგრესი შეიძლება მოწვეულ იქნეს გამგეობის ბიუროს ან წევრთა მიერთების წერილობითი მოთხოვნით საფუძველზე, დღის წესრიგის მითითებით. კონგრესი იქნება და მის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ კონგრესის დელეგატები, გამგეობის მიერ დადგენილი კვოტების საფუძველზე. კონგრესის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობს წერილობით ან კავშირის ბეჭდვითი ორგანოში გამოქვეყნებულ. კონგრესამდე 2 კვირით ადრე მაინც. კონგრესი უფლებამოსილია თუ მას ესწრება არჩეულ დელეგატთა ნახევარ-სემეთი. კონგრესი გადაწყვეტილებას იღებს დამწყე დელეგატთა უმრავლესობით. კონგრესის გადაწყვეტილება წესდების შესახებ მიიღება დამწყე დელეგატთა ხმების 2/3 უმრავლესობით. კონგრესის გადაწყვეტილება კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ საჭიროებს ყველა დელეგატის ხმათა 4/4-ს. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კონგრესს, შეუძლიათ წერილობით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაგდებიან დამწყე დელეგატებს.
კონგრესის გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი დღის წესრიგში იყო შეტანილი. კონგრესის გადაწყვეტილებაც იყოს ყველა იმ საკითხისა, რომელიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. კონგრესის განსაკუთრებული უფლებამოსილება მიიღოს კავშირის წესდება, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, რადგან უნდა ეწყოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მიიღოს კავშირის საპროგრამო დოკუმენტები, დაამტკიცოს კავშირის ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა, აირჩიოს კავშირის საკონტროლო კომისია, აირჩიოს კავშირის გამგეობა, აირჩიოს კავშირის გენერალური მდივანი და აღმასრულებელი მდივანი, მოისმინოს და შეაფასოს კავშირის არჩევითი ორგანოებისა და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფების ანგარიშები, მიიღოს გადაწყვეტილებები კავშირის რეორგანიზაციისა ან ლიკვიდაციის შესახებ. Გარიცხოს კავშირის წევრი. კონგრესის გადაწყვეტილებები სავალდებულო კავშირის ნებისმიერი წევრისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის. კონგრესის გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია მხოლოდ მომდევნო კონგრესს. რაც შეეხება საკონტროლო კომისიას. კავშირის საკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო კომისია, რომელიც კავშირის წევრებიდან ირჩევს კონგრესს 2 წლის ვადით, 2 წევრის შემადგენლობით, ვადის შემდგომი გაგრძელების უფლებით, არა უმეტეს 2 ვადისა. საკონტროლო კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს კავშირის სხვა რომელიმე ორგანოს წევრი. საკონტროლო კომისია თავის შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. საკონტროლო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილება, საფინანსო საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია, წერთა აღრიცხვიანობაზე კონტროლი, საფინანსო საქმიანობის წარმმართველზე კონტროლი, რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება კავშირის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრისა და კორექტირების შეტანის თაობაზე. ორგანიზაციის სტრუქტურების წევრების წესდების საპროგრამო და პოლიტიკურ დოკუმენტების შესაბამისობაზე კონტროლი. საკონტროლო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ კონგრესის წინაშე. რაც შეეხება გამგეობას. გამგეობა წარმოადგენს კავშირის უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც აირჩევა კონგრესის მე-15 წევრის შემადგენლობით, 11 წევრის შემადგენლობით. თითოეული წევრი აირჩევა 2 წლის ვადით, არა უმეტეს 2 ვადისა. გამგეობის შემადგენლობაში წევრების შეტანა ან წევრის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია მხოლოდ კონგრესს. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მისი კავშირიდან გასვლის, გარიცხვის ან გარდაცვალების შემთხვევაში. გამგეობა წარმართავს საქმიანობას კონგრესებს შორის პერიოდში და ახორციელებს კონგრესის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. გამგეობის ხდომები იმართება 2 კვირაში ერთხელ მაინც. რიგარიშის ხდომა შეიძლება გაიმართოს საჭიროების შემთხვევაში. გამგეობა უფლებამოსილია თუმცა ეწევა წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების 2/3. გამგეობის განსაკუთრებული უფლებამოსილება მიიღოს მიმართვები გადაწყვეტილებები კავშირის მიმდინარე საქმიანობის შესახებ და იმოქმედოს მისი სახელით. გამგეობის ხმათა 2/3 აირჩიოს გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. გამგეობის ყველა წევრის ხმათა 2/3 დაამტკიცოს პოლიტიკური, საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელი და საკოორდინაციო კომიტეტის მდივნები. დაამტკიცოს ბიუროს რეგულირება. წესების შესაბამისად საქმიანობის ცალკეული მიმართულებით შექმნას მთავრობითი კომიტეტები. ხმათა 2/3 ვეტო დაადოს კავშირის ბიუროს გადაწყვეტილებას. წარმოადგენს კავშირის სახელმწიფო საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ასევე ამტკიცებს კომიტეტის დებულებებს, განსაზღვროს წევრთა ფუნქციებს, გამგეობის ხდომებს უწყობა კავშირის გენერალური მდივანი, მისი აკონტროლის შემთხვევაში აღმასრულებელი მდივანი. რაც შეეხება ბიუროს. ბიურო არის სათათბირო ორგანო, რომელშიც შედიან კავშირის არჩევითი თანამდებობის პირები, კომიტეტის მდივნები, დროებითი კომიტეტის მდივნები, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები, რაიონული სამხარეო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სტუდენტური კლუბების წარმომადგენლები, გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული კვოტის საფუძველზე. ბიუროს ხდომები ტარდება 2 თვეში ერთხელ მაინც. ბიუროს ხდომებს უწყობა კავშირის გენერალური მდივანი, ერთი ხმის უფლებით, მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთი მოუწოდე. გამგეობის ვეტოს გადალახვა ხდება ბიუროს შემადგენლობის 2/3-ით. ბიუროს განსაკუთრებული უფლებამოსილებას წარმოადგენს კავშირის ბიუჯეტის დამტკიცება, სტრუქტურაში შესატანის ცვლილებების მომზადება, რაიონული საქალაქო სამხარეო სტუდენტური კლუბებისა და სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობის დამტკიცება, კავშირის პროგრამული და სხვა სახის დოკუმენტების დამუშავება და კონგრესის დასამტკიცებულად წარდგენა. კომიტეტის რაიონული საქალაქო სამხარეო სტუდენტური კლუბებისა და სამუშაო ჯგუფების დებულებების დამტკიცება. დაადგინოს საწევრო შენატანის უდედება. ბიურო შექმნისა და კენჭისყრის წესს, აგრეთვე კომპეტენციასა და უფლებამოსილებას განსაზღვროს მოცემული წესდება და ბიუროს დებულება. რაც შეეხება პოლიტიკურ კომიტეტს. კომიტეტი არის კავშირის გენერალური სამდივნოს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს პოლიტიკური მდივანი. პოლიტიკური კომიტეტი შედგება სამუშაო ჯგუფებისაგან, ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. კომიტეტის ძირითადი ფუნქციები კავშირის საპროგრამო დოკუმენტების, პოლიტიკური დეკლარაციების, მანიფესტების, პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების ორგანიზება. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვროს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. რაც შეეხება საერთაშორისო კომიტეტს. საერთაშორისო კომიტეტი არის კავშირის ძირითადი სტრუქტურის შემადგენელი
რომელიც ხელმძღვანელობს საერთაშორისო მდივანს. საერთაშორისო კომიტეტი შედგება სამუშაო ჯგუფებისაგან, ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია საქმიანი კავშირების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდულ პოლიტიკურ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აწარმოებს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა პარტნიორ ორგანიზაციებთან, დაამყარებს კავშირი დიპლომატიურ კორპუსთან, უზრუნველყოფს ინფორმაციის ანალიზი და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მიწოდება. ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. კომიტეტის მუშაობის წესი, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. რაც შეეხება აღმასრულებელ კომიტეტს, აღმასრულებელი კომიტეტი არის კავშირის ძირითადი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი. შედგება სამუშაო ჯგუფებისაგან, ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. წარმოადგენს კავშირის საფინანსო, სააღრიცხვო, საკადრო, ტექნიკურ და სამეურნეო საქმიანობას. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი. საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი არის კავშირის ძირითადი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. შედგება სამუშაო ჯგუფებისაგან, ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. მისი ფუნქციებია მასმედიასთან ურთიერთობა, საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა საქალაქო გაერთიანებებთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რეკომენდაციების შემუშავება ორგანიზაციის პოპულარიზაციის მიზნით. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. რეგიონული მართვის კომიტეტი. საკოორდინაციო კომიტეტი არის კავშირის ძირითადი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს მდივანი. შედგება რაიონული, საქალაქო, სამხარეო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. საკოორდინაციო კომიტეტის ფუნქცია კოორდინაცია გაუწიოს რაიონულ, საქალაქო, სამხარეო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებისა და ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობას. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. სტუდენტურ საქმეთა კომიტეტი. სტუდენტურ საქმეთა კომიტეტი არის კავშირის ძირითადი სტრუქტურის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ხელმძღვანელობს მდივანი. შედგება სტუდენტური კლუბების, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფებისა და ასევე დებულებით განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან. მისი ფუნქციაა უნივერსიტეტებში კოორდინაცია გაუწიოს სტუდენტურ კლუბებს, სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფებს, ინდივიდ სტუდენტებს და ასევე დებულებით განსაზღვრულ სხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობას. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება და კომიტეტის დებულება. სანომინაციო კომიტეტი. სანომინაციო კომიტეტი არის დროებითი კომიტეტი, რომელიც იქმნება კონგრესის მოსამზადებელ პერიოდში, კონგრესამდე 2 თვით ადრე. გადაწყვეტილება ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს. შედგება 3 ან 7 წევრისაგან. დაირჩევა კავშირის წევრთა გაფართოებულ ხდომაზე, რომელიც მოიწვევა გამგეობის გადაწყვეტილებით. წევრი იმავდროულად არ უნდა სახელდებოდეს არც ერთ არჩევით თანამდებობის კანდიდატს. მისი ფუნქციებია შეაგროვოს, შეაჯეროს და ჩამოყალიბოს გამგეობის სავარაუდო შემადგენლობა, არანაკლებ გამგეობის სრული შემადგენლობისა და წარმოდგინოს კონგრესს. შეაგროვოს, შეაჯეროს და ჩამოყალიბოს გენერალური მდივნის კანდიდატურა და წარმოდგინოს კონგრესს. კომიტეტის ხელმძღვანელი არჩევა კომიტეტის შემადგენლობიდან. კომიტეტის მუშაობის წესს, კომპეტენციას და უფლებამოსილებას განსაზღვრავს მოცემული წესდება. რაც შეეხება გენერალურ მდივანს, გენერალური მდივანი გამგეობის 10 წევრთან ერთად უძღვება კავშირის ყოველდღიურ საქმიანობას. გამგეობის მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. გენერალური მდივანი უძღვება გამგეობისა და ბიუროს სხდომებს. მისი არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი. გენერალური მდივანი წარმოადგენს კავშირს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში. გენერალური მდივანი აირჩევა კონგრესის მიერ დამსწრე დელეგატთა ხმათა უმრავლესობით 2 წლის ვადით, არა უმეტეს 2 ვადისა. გამგეობის ხდომებზე ხმების თანაბრად გაყოფისას გენერალური მდივანი სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით. გენერალური მდივნის არ ყოფნის შემთხვევაში აღმასრულებელი ასრულებს მის მოვალეობას. გენერალური მდივანი გამგეობის წევრებთან ერთად კოორდინაციას უწევს კომიტეტის მუშაობას, გამგეობის მიერ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. გენერალური მდივანი არის იმავდროულად გამგეობის წევრი. აღმასრულებელი მდივანი წარმოადგენს სამდივნის საქმიანობას, კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ორგანიზაციას, თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის ცალკეულ ფუნქციებს, თავმჯდომარი ძალაუფლებას უწევდა გამგეობის სხდომებს, კოორდინაციას უწევს გამგეობისა და ბიუროს გადაწყვეტილებების შესრულებას. აღმასრულებელი მდივანი აირჩევა კონგრესის მიერ დამსწრე დელეგატთა ხმათა უმრავლესობით 2 წლის ვადით, არა უმეტეს 2 ვადისა. კავშირის ქონება და ფინანსები, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, ესე იგი კავშირის ქონებას ქმნის საწევრო შემოსტანადგენო ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობა. წარმოადგენს დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი
განხორციელებისას სასამართლო შეუძლია გაუქმოს რეგისტრაციას კავშირი არსებითად გადავიდა 3 წარგმნელო საქმიანობაში. ან თუ წესდებით ქართულისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი გახდა. კავშირის თვითლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს კონგრესის გადაწყვეტილებით. კავშირის რეორგანიზაცია ხდება კონგრესის ყველა დელეგატის მეხუთე გადაწყვეტილებით. რეორგანიზაციის შემთხვევაში კავშირის ქვეყნების განაწილების საკითხის კონგრესი. კავშირის თვითლიკვიდაცია საჭიროებს კონგრესის ყველა დელეგატის მოხალისეობას. კავშირის ლიკვიდაციის ლიკვიდაციის ახორციელების განმავლობა. კავშირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ფონდება ნაწილობრივ მოქმედი კანონმდებლობის. დიდი მადლობა თეო. სანამ წესდების დამტკიცებას და დავამტკიცებთ წესდებას, ანუ კეთილობით, მანამდე რამოდენიმე შენიშვნა მაქვს, რაც ალბათ შესაძლებელია. ეს ბევრი რამე წესდებაში შესული არ არის, მაგრამ მაქვს რამოდენიმე წინადადება თუ გაითვალისწინებს კონგრესი დამსწრე დელეგატები. ერთი წამიფოდიშ ვთქვით, სანამ კონგრესის სიებზე გადავალ და დავამტკიცებ ჩვენ წესდების ცვლილებებს, მანამდე მინდა მივესალმოთ ჩვენ სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მინისტრს ლევან პიპიას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და კიდევ ერთი შენიშვნა მინდა გავაკეთო, ჩემ გვერდზეც ის ძალიან ლამაზი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იყო ახალგაზრდა სოციალისტების თავმჯდომარის მოადგილე, მაშინ როდესაც მე ვიყავი თავმჯდომარე. მარიამ ტარასაშვილი მიესალმოთ. ძალიან გამოხატეთ დღეს აქვე და რაღაცნაირი რიგითობით ხეთ ვარ თამაკიდეს და მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებულ დღეს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სოციალისტების კონგრესი არის უმაღლესი მართვის ორგანო და თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ წესდებაში და ცვლილებები, ანუ დღესდღეობით არის გამოტანილი ორი მთავარი ცვლილება, სამ ცვლილებებზე გადავალ და კეისუფრით, მანამდე ვინმეს ხوار გაქვთ შენიშვნა, სანამ ვატო გამოიყენებს თავისუფლებას რო ზევიცის. ისმენთ. უკაცრავად ჩვენ გვიწერია რეგიონული განვითარების კომიტეტი და საკოორდინაციო არ გვაქვს ჩასწორებული შიგნით თვითონ ჩაშლაში და იქნებ გაითვალისწინეთ ეგ გამოჩა როგორც ჩანს. მე-15 მუხლი ბატონო ჩავასწორეთ აუცილებლად. მადლობა. მე მაქვს პრეტენზიები მე-9 მუხლში, მე-9, 6 და 9-7 ნაწილში, სადაც წერია 9-6 ნაწილში წერია, რომ გამგეობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი და 9-7 ნაწილში წერია, რომ გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების 2/3-ის რაოდენობით. ჩემი აზრით ეს იდეაში პრობლემა შექმნის გამგეობის გადაწყვეტილებაზე. ანუ ვთვლი, რომ პირიქით უნდა იყოს გამგეობა უფლებამოსილია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა 2/3, ანუ გამგეობის გადაწყვეტილება და თუ მეორე შემთხვევაში 9-7 ნაწილში გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს, როდესაც გამგეობის ნახევარზე მეტი ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას. გთხოვთ ეს ნაწილი და კიდევ არის ერთი ნაწილი. ხო, სადაც სანომინაციო კომიტეტთან დაკავშირებით რაღაც ცოტა შემაწყვა აქ მე მგონი გამორჩენილია აღმასრულებელი მდივნის კანდიდატობის წარდგენის ამბავი. ანუ სანომინაციო კომიტეტი, აქ არ წერია, რომ სანომინაციო კომიტეტი გარდა გამგეობისა და გენერალური მდივნისა ასევე წარადგენს აღმასრულებელ მდივნის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შენიშვნებისთვის. ნახევარზე მეტი აქ იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც ალბათ გამოასწორებს ჩვენი ახალი გამგეობა. კონგრესის შენიშვნები მიღებულია, თუმცა კონგრესს მოგვართავთ თხოვნით მოამზადოთ თქვენი დელეგატის მანდატები და ჩვენ ცვლილებებს, როგორიც არის პირველი გენერალურ მდივანთან ერთად ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარუდგება აღმასრულებელი მდივანი, რომლის თანამდებობა პოზიცია ორგანიზაციაში აქამდე არ იყო. თუ ვინმეს კითხვა აქვს, თუ რას წარმოადგენს, შეგიძლიათ დასვათ კითხვები. თუ არ და მაშინ მოავზანეთ თქვენი მანდატები და უყაროთ კენჭი. ვინ არის მომხრე ჩამაგდეს ჩვენ წესდებაში აღმასრულებელი მდივნის პოზიცია. ვინ არის მომხრე?
ძალიან დიდი მადლობა. ვინ არის წინააღმდეგი? თავი შეიკავა. ძალიან დიდი მადლობა. დამტკიცებული ესრულება აბასკონის სტატუსი პოზიცია შემოვიდა ორგანიზაციის სტრუქტურაში და მას ალბათ ჩვენ გადავწყვეტ კონგრესი გადავწყვეტ და ავირჩიოთ მოგვიანებით ვინ იქნება აბასკონის მდივანი. მეორე ცვლილება რომელი იყო? ხო, საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც იყო ერთ კომიტეტში გაერთიანებული რეგიონების და სტუდენტურ მიმართულებას, ჩვენმა გამგეობამ შემოიტანა ეს ცვლილება და წარმოადგენთ თქვენ წინაშე. აქ არის ესეთი რამ, საკოორდინაციო დაიყო ორი მიმართულებით, ეს არის რეგიონალური მიმართვის კომიტეტი და სტუდენტურ საქმეთა კომიტეტი. ვინმე სიყვარულოდ კითხვები თუ რას გულისხმობს ეს გაყოფა, თუ მოусმინეთ და კითხვები არ გაქვთ, გადავიდეთ კენჭის ხაზზე. კარგად. მოამზადოთ თქვენი მანდატები და უყარავთ კენჭი საკოორდინაციო კომიტეტის ორ ნაწილად, ორ კომიტეტად, რეგიონალურ და სტუდენტურ საქმეთა კომიტეტებად გაყოფას. ვინ არის მომხრე? ძალიან დიდი მადლობა. ვინ არის წინააღმდეგი? თავი შეიკავა. ძალიან დიდი მადლობა. ცვლილება დამტკიცებულია. კონგრესი აძლევს უფლებას, რომ მსგავსი რაცები შეიტანოს ცვლილებაში წესდებას. ძალიან დიდი მადლობა. წესდებაში კიდევ ერთი ცვლილება დანამატი შედის, რომელსაც უკვე წარმოადგენს ბატონი დიმიტრი. ხო დიმიტრი, ეს შეეხება იმ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელშიც უკვე ჩვენ ვიყავით ჩვენი თავი ვეტერანები. წლის კონგრესი როცა მიდახდი რომ მივიდა ორგანიზაციიდან მე შორს მაინც ვერ წავედი მაინც ამ ორგანიზაციაში შევედი როგორც ბაყალებები ეს ინიციატივით გამოდიოდა ესეთი სტრუქტურის შექმნაზე რომელიც მუდმივად მომცემს საშუალებას მე და ყველა იმ ადამიანს რომელსაც აქვს სურვილი რომ არ დაკარგოს კავშირი ახალგაზრდა სოციალისტებთან კონდეს ეს შესაძლებლობა და იურიდიულად ეს შესაძლებლობა იყოს გაფორმებული. საერთოდ რაც გულისხმობს წესდების ბოლო გვერდი რომელ შეგიძლიათ გადაშალოთ დანომრები არ არის მაგრამ როდესაც წესდება თავდება შემდეგი გვერდი არის ახალგაზრდა სოციალისტთა და ვეტერანთა კლუბი. რადგან ეს არ არის თვითონ წესდება არ არის ასე ვთქვათ ისეთი მაღალი დონის იურიდიული დოკუმენტი როგორც წესდება მე არ შეგაცმენ თავს ამის საკითხვისგან და უბრალოდ გეტყვით რა ძირითადი მომენტები არის ამ დებულებაში წარმოდგენილი. პირველ რიგში მიზანი იმის თუ რატო იქნება ესეთი სტრუქტურა, რომელიც პრაქტიკულად არის არაფორმალური, განსაკუთრებული ვალდებულებების გარეშე, მაგრამ ასევე თითქოს და აუცილებელი. ერთი ალბათ ყველაზე ბუნებრივი ის, რომ ორგანიზაცია მხოლოდ იზრდება, წლების განმავლობაში არის უკვე რამოდენიმე თაობა ხელმძღვანელობის, დღესდღეობით არის მეხუთე თაობა ხელმძღვანელის და გამგეობა ბუნებრივი მეშვიდე არჩეული ორგანიზაცია შესაბამისად ამ ორგანიზაციის ფარგლებში გაიარა ძალიან ბევრმა ახალგაზრდა, რომელსაც ზოგიერთ მათგანს და ნახეთ ვეტერანების წარმოადგენლობა დღეს რა კიდევ სურვილი ურთიერთობა და ამ ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოს განსაზღვრება. ეს იქნება ორმხრივი ურთიერთობა, როგორც ორგანიზაციის ძველმა წევრებმა უნდა გაიგონ თავისი გარკვეული შეიტანონ თავისი წვლილი და წარმოგიდგინონ თავიანთი გამოცდილება იმის თუ რა პრობლემებს ხედავენ დღეს მათი დანახული ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაციაში რა რეკომენდაციები შეიძლება შემოგთავაზონ იმისთვის რომ ის გარკვეული სიძლიერეები და ძლიერი მომენტები გაითვალისწინოთ რომელიც მათ პერიოდში ჰქონდა ორგანიზაციას და მე გეტყვით რომ როდესაც მე მივედი ორგანიზაციაში მაშინ უბრალოდ წევრთა რაოდენობა იყო დაახლოებით 4000-მდე. ის პარალელობა იყო, სხვა მოცემულობა იყო, ბუნებრივია, მაგრამ 4000 წევრი იყო. თუმცა ძალიან ბევრად ჩამორჩებოდა ის ორგანიზაცია იდეოლოგიური მუშაობით და ამაში ვეტერანები ყველა დამეთანხმებდნენ. ანუ რაღაცა მონოპოლარი აქ ამ ორგანიზაციაში ის რაც არ ქონდა წინა პერიოდებში 99-2001-2002 წლებში, მაგრამ რაღაცაში გარკვეულწილად ჩამორჩება. ბუნებრივია ამის სინთეზი ძალიან საინტერესო ეფექტს მომცემია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმისთვის, რომ ეს კლუბი ჩამოყალიბდეს. და როგორც გითხარით, უბრალოდ ძალიან დიდი ხანი გავატარე მე ამ ორგანიზაციაში და ხშირ შემთხვევაში